25 მარტის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსახდრე მეუფე შემაღავლინა. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობი დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1953 წელს აღიარა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მე-6 ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო ძალისხმევით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. ილოცავთ ამ დიდებულ დღეს, მინდა დღეს განსაკუთრებით თქვენთან ერთად მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული და დღეს მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად ვალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის.